გამარჯობა. Ქარგოს ვაგრძელებთ იმ უჯრიდან, სადაც ბოლოს გავჩერდით, იმის გამო, რომ ძაფი დაგვიმთავრდა. ვიწყებთ ახალი ძაფით, პირველ რიგში ვამაგრებთ, რა თქმა უნდა, თუმცა დავწმუნდეთ, რომ კარგად იქნება ჩამაგრებული. აი ესე. და ვაგრძელებთ ქარგოს. ამ შემთხვევაში ჯერჯერობით არც კი მჭირდება, რომ სქემაში ჩავიხედო, იმიტომ რომ ვიცი, რომ ნახევრად მაქვს რაღაც უჯრები მოკარგული, რომელიც ბოლომდე მაქვს დასამთავრებელი. შემდგომ უკვე ჩავხედავთ სქემას და გადავწყვეტ შემდეგი ნაბიჯი რა იქნება. მოვიდი ბოლოში და ჩავხედოთ ახლა სქემას. როგორც ვიცით, მესამე ჰორიზონტალური ხაზიც გვაქვს მოსაქარგის ზუსტად იგივე, ასე ვთქვათ, სიგანის. და ჩვენ წინ რაც გავაკეთეთ მანამდე, მოკლედ აი ეს რომ ეს ბიჯი გვქონოდა აქ, იყო ძალიან ჭკვიანური, იმიტომ რომ ახლა უბრალოდ ქვევით ჩამოვალთ. და იყურეთ, ამ ქვევით ჩამოსვლაში პატარა ერთი გადასვლა იყო მხოლოდ. აქაც არ გჭირდება უჯრების დათვლა, იმიტომ რომ ვიცით, რომ ზუსტად იგივე სიგანის უნდა იყოს, რაც ზედა ხაზია. და ძალიან მარტივად და სწრაფად, როგორც ხედავთ, იქარგება ეს მონაკვეთები. ბრუნდები უკან. და სანამ ბოლო უჯრა სრულად მოვქარგავ, მაინც ჩავხედოთ სქემას. ამ შემთხვევაში, ეხლა აქაც უკვე დიაგონალური ერთი ბიჯი გვაქვს და ამიტომ კომფორტულია ძალიან, ისე უმოკლესი მანძილით გადავალთ და შეგვიძლია სრულად მოვქარგოთ და ჩამოვიდეთ ქვევით. ოღონდ ზებითა კუთხიდან ქვევით, რომ ქვევით ვიყოთ ახლოს. გადავალთ გვერდით და აღმოჩნდებით აი ამ უჯრაზე. აქაც თითო-თითო მოკლე არის მოსაქარგი, მაგრამ შემდგომ უყურეთ ეს რო სრულად მოვქარგოთ ჩვენ. ამათ არ ექნებათ ერთმანეთთან ყვეთა, ასე ვთქვათ და რო არ გადავიდეთ, გადმოვიდეთ უჯრებიდან. ამიტომ მაჯობებს, რომ აი ამის მოქარგვის დროს ეს უჯრებიც მოვაყოლოთ აქვე. ეხლა განახებთ ზუსტად რას გულისხმობ. ორი უჯრა ხომ მოვქარგე? 1, 2. ეხლა ჩამოვალ ქვევით, მოვქარგავ ამ სამ უჯრას, დავბრუნდები უკან, ავალ ზევით. გავალ აქამდე, მერე ან აქედან ჩამოვალ, ან აქედან ჩამოვალ, აი როგორც გადავწყვეტ პროცესში და ისე გამოვა, რომ როცა ბოლოს საბოლოოდ მოვჩები ამას, ესეც მოქარგული მექნება, ესეც მოქარგული მექნება და ბოლოს დავამთავრებ აი ამ ხაზზე სადღაც. ანუ ეხლა ჩამოვდივართ ქვევით. ქარგავთ სამ უჯრას სრულად. სამი უჯრა მოვქარგეთ, ამიტომ ბრუნდებით უკან. ავდივართ ზევით. როგორც კი ამ სამ უჯრას დავასრულებთ. ძალიან მარტივად, აი.
ისევ ვუბრუნდებით ზედა ხაზს. და ვაგრძელებთ ქარგვას. ახლა აქ უკვე ძაფი თავდება. ამიტომ სწორად უნდა განსაზღვროთ, როდის მოვრჩეთ ქარგვას. მგონი უკვე ჯობს რა ჩავამაგროთ. ვაგრძელებთ ქარგვას იმ უჯრედიდან, სადაც გავჩერდით, უბრალოდ ამ შემთხვევაში არ ვცდილობთ, რომ ის უჯრედი მოვქარგოთ ბოლომდე, რომელიც ნახევრად გქონდა მოკარგული და თავიდანვე როგორც გქონდა ჩაფიქრებული, რომ აი აქ ბოლომდე უნდა გამოვყოლდით ეს სამი უჯრა მოგვექარგა ქვევდა და მერე უკან დაბრუნებულიყავით, მოკლედ ვაგრძელებთ შესაბამისად. ამიტომ ჩავამაგროთ ძაფი პირველ რიგში და გავუყვეთ გვერდით. ერთით ნაკლები უნდა იყოს აქ, როგორც ხედავთ, ერთით ნაკლები. ამიტომ აი ამ უჯრის მოკარგვის შემდგომ მოდივარ უკან. მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ გავშალოთ ძაფი. ბოლომდე არ გავუყვები აი ამ სამი უჯრის მოკარგვის შემდგომ ჩამოვალ ქვევით, იმიტომ რომ გვინდა აი ამ სამი უჯრის მოკარგვაც. გამოვუყვები გვერდით კვლავ სამი უჯრით. და ახლა პრინციპში უკვე სქემაშიც კი აღარა გვაქვს არანაირი საქმე, იმიტომ რომ რაც უკვე მოკარგული გვაქვს სანახევროდ, როდესაც ბოლომდე მოვქარგავთ ამ უჯრებს, ვარდისფერი ფერი დასრულებული იქნება. დარჩება მხოლოდ ყავისფერი მოსაქარგი. ის უნდა ვიცადოთ, რომ არ გავუყაროთ არასწორად, სადაც შედარებით ისეთი ჩასამაგრებელია, გასასვლელი უფრო სწორად. აი ესე. მოვდივართ ბოლომდე. Всё, როგორც ხედავთ, ვარდისფერი სრულად არის მოკარგული. აბა შენიც, კარგი.